გამარჯობა, მეგობრებო. თქვენ ხართ არხზე ანა და ბავშვები vlogs. დღეს ჩამომივიდა აი ამ ხელა თემის ამანათი და ეხლა ერთად ვნახავთ თუ რა ჩამომივიდა თემუდან სრულიად უფასოდ. რა თქმა უნდა, რაღაცა შევუკვეთე ფულით, ანუ გადავიხადე რაღაცა და რაღაცები ჩამომივიდა სრულიად უფასოდ. სულ რაღაც ერთ კვირაში. საერთოდ არ მოველოდი, ისე ძალიან მალე ჩამომივიდა. მოდით ერთად გავხსნათ და ვნახოთ თუ რა არის. ძალიან მოინტერესებს, ჩემთვის შევუკვეთით ძალიან საყვარელი რაღაცები. იმედია, კარგები ჩამომივიდა, მეც ძალიან ვღელავ და გუშინ ჩამომივიდა. გუშინ წინ ჩამომივიდა 14-ში და საღამოს უკვე ჩემ დასთან ვიყავი, ისე გვიან ჩამომივიდა, თორე მინდოდა აქედან რაღაცის ჩაცმა. ხო, მაგრამ გახსნაც მინდოდა, რომ გამეხსნა. აი, ჩამომივიდათ. ტადამ. აუ, რა კარგი ფერია. რა კარგი ფერია, შეხედეთ რა კარგი ფერია. ეს არის ზედა, ვაიმე რა კარგი თბილია. რა კარგია. ძალიან კარგია, ხო? მოდი აბა ჩავიცოთ და გავიზომოთ, ვაიმე რა კარგია. შეხედეთ, სუპერ, მე ძალიან მომწონს უზორებით. ქსოვილით, მოდი აბა ჩავიცვათ. აბა მეგობრებო, რა სიტყვით? მე შოქში ვარ, ძალიან მომწონს ფერიც, რაღაცა უსუპერესია, რაღაცა მუქი, ლურჯი, იასამნისფერში რო გადადის. მასეთი ფერია. აი, აქაც სახელოები აი ესე იკეცება. შეხედეთ? აი, ესეა და აი ესე იკეცება. როგორი ქსოვილია, უზორები, შეხედეთ? აი ესე. მე ძალიან მომწონს. საყვარელი ფერია ძალიან. აბა რა სიტყვით? კომენტარებში დამიწერეთ. როგორ მოგწონთ? მე ძალიან მომწონს ისეთი ნაზია. აი, ყელიც როგორი აქვს? მოკლედ, მომწონს ძალიან. ზუსტად ჩაგიგდებთ ფასებს თუ გაინტერესებთ, ამაში გადავიხადე 40 ლარამდე, ზუსტად არ მახსოვს. აბა, რა სიტყვით? მე ძალიან მომწონს. ძალიან შოქში ვარ. ვეძებდი მასეთ ზედებს სავაჭრო ცენტრებში, ქსელებში და ვერაფერი ვერ ვნახე საერთოდ. ანუ მაინტერესებდა საახალწლოდ იქნებოდა თუ არა, მაგრამ მე არაფერი არ მომეწონა. რაღაც აი ამის ფერი ძალიან მომეწონა. მოკლედ, ძალიან მომეწონა. ეხა შემდეგი. მოდით ერთად ვნახოთ შემდეგიც. შემდეგი. ამაზეც ძალიან ვღელავ. ესეც ზედა. ამაში გადავიხადეთ ცოტა უფრო მეტი. რაღაცა 54 ლარი თუ არ ვცდები. აბა ესეც ვნახოთ. შავი ზედა, აი ესეთი თეთრი საყელო აქვს. ხელებზეც აი ესეთი სახელური. მოდით ვნახოთ, ჩავიცვათ, გავიზომოთ. აი, მეგობრებო, შეხედეთ? ძალიან საყვარელია ესეც. ეს დასაუთოებელია, რა თქმა უნდა, ეხლა ეს უფრო რო გალამაზდეს, შეხედეთ, რა სახელო აქვს. ძალიან ლამაზია. რა სიტყვით? ძალიან ლამაზი სახელო აქვს. შავია და ჯინსებზე ჩავიცი, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს და უფრო ხილვადი იყოს. ზუსტად ჩემი ზომა, აი ზუსტად ჩემი ზომა, ტანზე გამოყვანილი. ზუსტად. ეს ზომაში უფრო კარგად მაქვს ვიდრე ის. ეს უფრო ასე ვთქვათ, დახვეწილია რაღაცნაირი. მადმუაზელ, სინьორიტა, რაღაცა ეგეთია. რაღაცა ძველი ინგლისის რაღაცა ვარიანტია, რაღაც ლამაზია, ძალიან მომწონს, ძალიან დახვეწილია ჩემი აზრით. რა სიტყვით? აი, ხელიც ესეთი აქვს.
ესეც დასაუცებელია, რომ უფრო კარგად დადგეს ლამაზად. მოკლედ, მე ძალიან მომწონს. მგონია მიხდება. საკუთარი თავი უნდა შევაქო. აბა რა სიტყვით? აუ, სახელოები ძალიან მომწონს, ძალიან დახვეწილი სახელო აქვს. მოკლედ, ეს ღირდა თუ არ ვწდები 54 ლარი. აი ესე მახსოვს. მოკლედ, კარგია ძალიან. ძალიან მომეწონა ორივეზე და ძალიან შოქში ვარ. მადლობა თემუს უღრმესი. ეხლა შემდეგ გავხსნათ რაც გვაქვს კიდე. აბა რა დაგვრჩა კიდე ვნახოთ ერთად. აქედან კიდე რა შევუკვეთე? რაში გადავიხადე ფული? გადავიხადე კიდე აი ამ რა არის ეს? ზიპ პარკებში, ზიპ ცელოფანებში აღარ მქონდა და შევუკვეთე 10 ცალი. აი ესეთი ზომაა. იმხელებია, ამას ეწერა მე მგონი middle, ანუ საშუალო ზომა. იხსნება, იხურება, ძალიან კომფორტულია. რაღაცის შესანახად მაცივარში. და საერთოდაც არა მარტო მაცივარში, მაგრამ მე ძირითადად მაცივარში ვიყენებ. ძალიან კომფორტულია, 10 ცალი შევუკვეთე. ეხლა ყველაზე საინტერესო. ყველაზე ის რაც გვაინტერესებდა მეც და ბავშვებსაც, უფრო მეტად რა მომივიდა? უფასოდ. დე ჩააყვეხე რა. იგიძლია? მოდი, ჯერ კამილას რაც აინტერესებს ის გავხსნათ. და-და-დამ. კი. თმის სამაგრები, რეზინები და ასე შემდეგ საიდან იხსნება. ედიკო, მაგრამ ძალიან არ დავყაროთ ეხლა რომ იდოს. მოკლედ, აი ამ ნაბორში, რომელიც ჩამომივიდა საერთოდ უფასოდ შედის. აი ესეთი პატარა რეზინის პატარა კიკინები. შავები, კიდე აი ესეთი ყავისფერები, ესენიც რეზინის არის. ნუ, დიდად ესენი თავზე არ მომწონს, თმას ძალიან წიწკნის და სხვა რაღაცაში გამოვიყენებთ, არ მინდა ესენი თმაზე. იცი როგორ შეიძლება მოვხსნო? აუ. ის უწუდი და ჯვარი გაცხელებული ერთი წამით და ის გაიხსნება თითქმის. აი ესეთი რეზინები, ეს ზომა მომწონს, როცა ბევრი პატარ-პატარა კიკინებია გასაკეთებელი და უშუალოდ ნაცნავები, ესენი ძალიან კარგია მოგდროს. აი ესეთები, ბევრია, აქაც ერთი, რა ვიცი, მე ჩემი აზრით 1-30 ცალი იქნება. შავები, მუქი ყავისფერი და კაპუჩინოსფერია. ძალიან მომწონს ესენიც. კიდევ არის აი ესეთი ზომის კიკინები, აი ესენიც ძალიან მიყვარს, აი ეს ცოტა უფრო ბურთულებია. აი შეხედეთ, აი ესეთები, ყავისფერი, ესეც კაპუჩინოსფერი და შავები. თითქმის, ნუ მუქი ყავისფერი, თითქმის შავები. აქაც ბევრი, 1-50 ცალი იქნება ალბათ. შეხედეთ, ძალიან კარგი. კიდევ არის, აი ესეთი ზომის კიკინები, უკვე დიდები, ესენი მეც მიყვარს კამილასაც და მილენასაც. აქ თუ არ ვწდები 5 ცალია. თეთრი. აი ესეთი. კაპუჩინო, ყავისფერი და მუქი ყავისფერი და შავი. ძალიან კარგი დე. აი ესეთები, ძალიან კარგებია ესენიც. აი აქ ეს თეთრიც მოუხდება. ან შავი. ძალიან მომწონს, კარგია, ძალიან მომეწონა. აი, საკმაოდ მუქად შევიღები თვალები, მაგრამ ვიდეოსთვის კიდევ უფრო მუქად იქნებოდა საჭირო, იმიტომ რომ თითქმის არ ჩანს ჩემი მუქი თვალები ვიდეოზე. თორე ისე კი ჩანს. ანუ ვიდეოსთვის უნდა გავითვალისწინო, რომ კიდევ უფრო მუქად უნდა შევიღებო ხოლმე. ოკეი. კიდე აი ესენი შეაკვეხეთ, ხო. კიდე ამ ნაბორში არის შემდეგი რამ. რაც პრინციპში ცეკვისთვის ძალიან გვაწყობს. ქართული ცეკვისთვის თმაზე ვიკეთებთ
ასე ვთქვათ, პუჩობს აი ასეთი რამ პლასმასის იკეთებთ ჯერ ესე ხვოსტიკს, მერე შიგნით აი ამაში დებთ მთელ ყუთს. ხო. აი ესე ატრიალებ და მერე აი ესე ერთმანეთში აბავ და ხდება ესეთი პუჩოკი ძალიან საყვარლად. მოკლედ თუ არ იცით ამის კეთება, სადმე YouTube-ში მოიძიეთ ამის ვიდეო და ძალიან საკმაოდ კარგი პუჩოკი გამოდის. არის კიდევ აი ესეთი სავარცხელი, მეგობრებო, ეს სავარცხელი მოყვება პლასმასის და ორი აი ესეთი რაღაცა. პრინციპში ვიცი, ეს რისთვისაც არის საჭირო. ეს აქედანაც გამოდის ძალიან ლამაზი პუჩოკი მგონი. თუ თმები გამოდის ლამაზი. თმები უნდა ეს რაღაცნაირად ჩაყო. ხო და მე მაგრამ დიდად და ლამაზი გამოდის. დიდად არ ვიცი ამის ხმარება და პრინციპში არც მესაჭიროება. ესენი შეაკვეხე რა აქ. და მე ყველა ერთად აქ, კარგი? ყველა ერთად მე აქ. შემდეგი მეგობრებო, ბავშვებისთვის კალმების ნაბორი, ესეც საერთოდ უფასოდ ჩამომივიდა, როცა აქ ერთი საშლელიანი კალამი ღირს 2-3 ლარი. ანუ 3 საშლელიანი კალამი, 3 ცალი და ეხა დავითვლი, მე მგონი 30 გულია, 3, 6, 9, 10, 3, 6, 9, 30 გული და 2 საშლელი. ესეც საშლელიანი პასტის საშლელია. ვნახოთ როგორ დაწერს ეს, იმიტომ რომ წინაზე რო შევუყვეთე, მაგენი ძალიანაც არ მომეწონა. თუ დაწერდა, ხან წერდა, ხან არ წერდა, მოკლედ აი ესეც ძალიან გამოგვადგება სკოლაში. ესეც საერთოდ უფასოდ ჩამოგვიდა. ნორმალური ის უნდა ქვია. ეს რა? კრაბიკები. კრაბიკებით შევუყვეთოთ. აი მეგობრებო, აი ესეც ჩამომივიდა საერთოდ უფასოდ. ეს არის ჩაზრდილი ფრჩხილებისთვის ესეთი კუსაჩკა, ასე ვთქვათ, რომელიც აქ საკმაოდ ძალიან ძვირი ღირს აფთიაქებში. აწერია, ანუ კარგი ხარისხის რკინა არის თვითონ. საკმაოდ კაი ისინი ქონდა, რა ქვია, გამოხმაურება ქონდა ამ მოდელს. აი ესე ჭრის. შეხედეთ როგორი აი ესეთი რაღაცნაირი სხვა ფორმის კუსაჩკაა, ხო ხედავთ? ანუ ჩაზდით ფრჩხილებში, კარგად შედის შიგნით ხორცში და იქიდან კარგად აცლის. ნუ გვაქვს ხანდახან ეგ პრობლემა ოჯახში სხვადასხვა პირებს და ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ, დაგვჭირდება. მე მგონი ძალიან საჭირო ნივთია საერთოდაც ოჯახში ეს. ისე ღირდა 11 თუ 12 ლარი. ჩვენ მოგვივიდა უფასოდ. ამერში ისინი არ მოყვებოდა რა ქვია, ის სპეციალური კრაბიკები. არა, არ მოყვებოდა. კიდე ჩამომივიდა საერთოდ უფასოდ. მაკრატელი, ანუ სამზარეულოს მაკრატელი, რომელიც მინდოდა დიდი ხანია. რაღაცა ჩვეულებრივი მაკრატელი გქონდა. აი, დაცულია, შეხედეთ, აი ეს პლასმასისშია. ძალიან კარგად ჭრის წესით. რაღაცა რომ აი ეს მომიცი. არა, მაგას შეიძლება. აბა ნახოთ როგორ. ვაუ. კარგად გაჭრა. ნუ როგორ გაჭრის ეს დაუშვათ ხორცს ან რაღაცა ეგეც არ ვიცი, მაგრამ პატარა რაღაცებისთვის საკმაოდ კარგია და აი აქ კიდე აი შეხედეთ ბოთლების გასახსნელი მოყვება თან თავის იმაზე და აი აქ კიდე შეხედეთ ეს კიდე ნიგოზის სატეხი, აი კაკლის სატეხია მეგობრებო. შეხედეთ ძალიან კარგი. აი ეს, აი აქ ჩადებ და გატყდება. რამდენად ხარისხიანი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ამასაც კაი კომენტარები ჰქონდა ძალიან, ვნახოთ
იმედია გამოგვადგება, მეგობრებო. ხო, მაგრატელიც არის, სახსნელიც არის და საკიხიც არის. ნახოთ, იმედია გამოგვადგება. დედიკო ისეთ ჩადე რა თავის ადგილას და დახურე. და კიდევ ბოლო მეგობრებო, რაც ძალიან მინდოდა, ესეც იმედია კარგი იქნება. აბა, რა დევს შავყუთში, კომენტარებში. პირველი ბიჟუტერია. მეორე სუნამო. მესამე სამზარეულოს ნიფტი. მეოთხე მილენას ჩანთის ასაწყობი. ვაიმე, რამდენი ხანია მეუბნება ლესკა. და მეხუთე რა? კევი. აბა პასუხები დაწერეთ კომენტარებში, დაწერეთ პასუხები კომენტარებში. ბიჟუტერია გონია? აი. ასე მერ. და აბა ვნახოთ დურურურუ. რა დევს შავყუთში, ამჯერად თეთრ ყრგში. აბა ჩავიხედოთ. კამილა ჩაიხედე, ოღონდ არავის არ უთხრა. ჩაიხედე აბა. აბა ჩაიხედე. მივხვდი? არა, უბრალოდ ჩაიხედე. არა მოიღო, უბრალოდ ჩაიხედე. არა მოიღო. კამილა აქ არის, მაგრამ ფორმაში არ არის და გამოჩენა არ უნდა. დაინახე? აბა. მოკლედ ეს არის პიცის საჭრელი, რომელიც ეს დიდი ხანი მინდოდა და სულ ვამბობდი შევუკეთო. ნელა ხელზე. არა, ძალიან დავინახე რომ ძალიან თითქოს დამჭრელი არ არის. არ ვიცი, ვნახავ თუ უნდა გათლა გავთლი. აი აქ პარკი აკვირია, ჯერ და ჯერ არ მოვაცლი. მეორე მხარესაც აკვირია? კი, აქაც აკვირია რაღაცა. ცელოფანი, მე მგონი. კი, აქაც ცელოფანი აკვირია მეორე მხარეს, ოღონდ აქ გამჭირვალე. აი აქ ლურჯი, აი ესე გავსმევ და დაჭრის პიცას ლამაზად როგორც საჭიროა, ისე ძალიან მომეწონა მეგობრებო. ზედა ეს უფრო თბილია, ესე უფრო ღონღულაა, ეს უფრო ტანზე გამოყვანილია, ზუსტად ჩემი ზომაა, მეგობრებო, ეგეთი არაფერი მინახია, იმიტომ რომ ჩემი ზომა რომ მე თვითონ მოვიზომო მაღაზიაში, კი თვალის ზომა კარგი მაქვს ძალიან, რო დავინახავ, ზუსტად ვიცი ჩემი ზომაა თუ არა, მაგრამ ესე უბრალოდ ესი ზომა შევუკვეთე და ზუსტად ჩემი ზომა ჩამომივიდა. რაღაცა არისტოკრატივი თვარ მე მგონი აი ამ ზედაში რა სიტყვით ძალიან დახვეწილი ჩემი აზრით რა ვიცი ჩემი მოკრძალებული აზრით ხო და ეს უფრო ასე ვთქვა ეს უფრო გამოსასვლელია ჩემი ფიქრით და ეს კიდე უფრო რაღაცა მეგობრებში წასასვლელად უფრო ლამაზი ღუნღულა საყვარელი აი ისე რომ არ შეგსივდება ამაში ნამდვილად არცად და თან ლამაზია ძალიან ჩემი აზრით ძალიან კარგი ამანათი მომივიდა. კიდევ მინდა შემდეგშიც უფასოდ გამოვიწერო ხოლმე რაღაცეები და რა ვიცი. ძალიან ყოფილი ვარ თემუთი, თან უფასოდ არის ეს მოტანა და მეტი რაღა გვინდა ერთ კვირაში ხელში გვაქვს ყველაფერი, რაზეც კი ვფიქრობთ, რაც დაგვაინტერესა, რაც მოგვეწონა, ხელში გვაქვს და თან რა ვიცი, სახში აგერ სადარბაზოსთან. ბევრი ლაიქები და კომენტარები, მე პირადად ძალიან მომეწონა ეს ამანათი, თქვენი აზრიც მაინტერესებს და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ კიდევ უფრო ბევრი საინტერესო რა ვნახოთ. კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი თუ როგორ მოგეწონათ ეს ყველაფერი, რაც შევიძინე. დროებით.